BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ BMG Autos. ავტოინდუსტრიის სიახლეების დრო ახლა ჩვენს ეთერში, რომელსაც Tegeta Holding-თან პარტნიორობით ბექა ბაციკაძე წარმოგიდგენს. ბექა დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. ყველგან მავალზე, მინეოს გრანადიერზე ამერიკის შეერთებულ შტატებში აჟიოტაჟური მოთხოვნა. ბრუტალური SUV-ის მიწოდება ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ნოემბერში დაიწყება, იანვარში კი ინეოს გრანადიერი კანადაშიც გამოჩნდება. ის კლასიკური Land Rover Defender-ის იდეალური მემკვიდრეა, წინასწარი შეკვეთების რაოდენობა ამერიკიდან 7000-ზე მეტია, რაც ბაზარს ავტომწარმოებლისთვის ყველაზე მიმზიდველს ხდის. რას წარმოადგენს გრანადიერი? ის კლასიკური კონსტრუქციის ყველგანმავალი აწყობილია მთლიან ფოლადის რამაზე, სხეული ალუმინის, რკინისა და კომპოზიტური ნაწილებისგან შედგება. კომპლექტაციაში 4-ვე წამყვანი თვალი, ორსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფი და ცენტრალური დიფერენციალის ბლოკირება შედის. სტანდარტული კომპლექტაციის ნაწილი ასევე Brembo სამუხრუჭე სისტემა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შექმნილ ვერსიას Belstaff Fieldmaster-ი უწოდეს. მისი ძრავის მოცულობა 3 ლიტრია, რომელიც 259 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჩინელებმა საქმეში აჩვენეს წყალშემცურავი 1200 ცხენის ძალის მქონე ყველგანმავალი Yangguang ურვას საშუალებების დემონსტრირება BYD-მ საკმაოდ ღრმა წყლის დაძლევის პროცესში გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მისი ჩაძირვა არც ისე მარტივია, ავტომობილს სახიფათო სიღრმის განსაზღვრა შეუძლია, შედეგად აქტიურებს ავარიული ცურვის რეჟიმს, სალონის ჰერმეტულობა აძლევს საშუალებას იცუროს 9 საათის განმავლობაში. Yangguang ურვას 1.4 მეტრის სიღრმის შეგუბების გადალახვა შეუძლია, თუ უფრო ღრმად შეხვალ წყალში, ბენზინის ძრავი გაითიშება, ჰაერის სისტემა ჩაიკეტება, კონდენსიონერი კი რეცირკულაციის რეჟიმზე გადავა. ასევე ავტომატურად იხსნება ლუქი დამატებითი გასასვლელისთვის. ჟურნალისტებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე ჩინური ბრენდის წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ თუ ღრმა წყალში მოხვდებით, იდეალურ პირობებში მის გადალახვა შეძლებთ. ელექტრომოტორი საბურავებს ატრიალებს და 3 კმ/სთ სიჩქარის მოძრაობის საშუალებას გაძლევთ. BYD ასევე ხაზს უსვამს, რომ ავტომობილით ტბების და მდინარეების გადალახვა შეუძლებელია, აღნიშნული ფუნქცია კი მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროს გამოდგება. მისი აქტივაციის შემდეგ სერვის ცენტრში სტუმრობაც მოგიწევთ. პარიზში საჰაერო ტაქსი სერვისისთვის შესაბამისი საფრენი აპარატი უკვე შერჩეულია და პირველი ვერტიპორტი მფრინავი ტაქსების აეროპორტი უკვე მზადაა. ამის მიუხედავად პროექტის ავტორები ჯერ კიდევ მუშაობენ ხელისუფლებისა და რეგულატორების დარწმუნებაზე. სავარაუდოა, რომ პირველი საჰაერო ელექტროტაქსი პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების დროს გამოჩნდება, ამის შესახებ ევრონიუსი წერს. საფრანგეთის პრეზიდენტ მოქალაქეებს კი ჯერ კიდევ არ მიუციათ ხმა მფრინავი ტაქსების შემოღებაზე, თუმცა პროექტის თანახმად ახალი ხომალდები ვერტფრენებთან შედარებით 4-ჯერ უფრო ჩუმი და ეკომეგობრულია, რადგან ახშირბადის დაბალი რაოდენობით წარმოებას ახდენენ. გერმანული კომპანია Volocopter, რომელიც მფრინავ ტაქსებს აწარმოებს, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსგან მწვანე შუქს ელოდება, რათა სერტიფიცირების შემდეგ მთელი რესურსი ხომალდის განვითარებაზე მიმართოს. პროექტის ავტორებს სჯერათ, რომ პარიზი გახდება პირველი დედაქალაქი მსოფლიოში, რომელშიც მფრინავი ტაქსის სერვისი გამოჩნდება, თუმცა ოლიმპიადამდე შესაბამისი უწყებების დასარწმუნებლად 1 წელზე ნაკლები რჩება. თასი, რომელიც კოცნით აქტიურდება ფორმულა 1-ის გამარჯვებულებისთვის, თასი Pinifinamnis და Lenovo-s პარტნიორობით შეიქმნა. უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილ ჯილდოს ეტაპის გამარჯვებულები მიიღებენ და სპეციალურ სენსორზე ტუჩების შეხების შემდეგ ის გამარჯვებული მრბოლელის ეროვნული დროშის ფერებში განათდება. სიახლის პრეზენტაცია უკვე შედგა იაპონიაში გამართულ გრან-პრიზე, რომლის გამარჯვებული Max Verstappen-ი გახდა. სწორედ მას ხვდა პატივი პირველად გააქტიურებინა ახალი თასი, რომელმაც იდეალურად იმუშავა. რუბრიკის ბოლოს ვიდეოს გიტოვებთ, სადაც რამდენიმე ავტომწარმოებლის არა საავტომობილო ბიზნესზე მოგიყვებით. რას აწარმოებენ ავტობრენდები ავტომობილების გარდა? BMW-s ციგები. ავტომწარმოებელი ციგებს 2013 წლიდან აწარმოებს, რომლებიც ბობსლეიში ოლიმპიური გუნდებისთვისაა განკუთვნილი. BMW-s ციგების სპორტული დებიუტი სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე 2014 წელს შედგა. Honda-s თვითმფრინავები. Honda Aircraft Company 2006 წლიდან მუშაობს და თვითმფრინავებს აწარმოებს. პირველი მათგანი 7 ადგილიანი რეაქტიული Honda Jet იყო. Peugeot-s ველოსიპედები.
Peugeot ველოსიპედების მასიური წარმოება 1886 წელს დაიწყო. ამასთან Peugeot-ს პირველი ავტომობილი 1889 წელს გამოჩნდა. 3 წლის შემდეგ ველოსიპედების წარმოების დაწყებიდან. Toyota-s სახლები. ავტომობილების წარმოების მიღმა კომპანია Toyota საცხოვრებელი სახლების მშენებლობითაა დაკავებული. Toyota Housing 1975 წლის შემდეგ იაპონიაში 230,000 საცხოვრებელი შენობა აშენა. კომპანია ასევე მუშაობს მომავლის ქალაქების კონცეფციაზე. Hyundai-s მატარებელი. Hyundai სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელია. კომპანია სხვადასხვა ტიპის მატარებლებს აწარმოებს, ეგრეთ წოდებული ტრამვაიდან დაწყებული ჩქაროსნული მატარებლით დასრულებული. BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ BMG Autos.